მოგესალმებით. მე ვარ ბაკურ კვარაცხელია და წარმოგიდგენთ გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის ყოველკვირეულ რუბრიკას ბიზნესსა და ევროკავშირზე საუბრები, რომელიც დაფინანსებულია შვედეთის მიერ. დღევანდელი რუბრიკის თემაა შესაბამისობა და კეთილსინდისიერება ბიზნეს სექტორში. ეს არის საკითხი, რომელიც სულ უფრო აქტუალური ხდება კერძო სექტორისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის განსაკუთრებით ევროპული ინტეგრაციის ჭრილში. ბიზნესის კეთილსინდისიერება ნიშნავს საქმიანობის წარმოებას გამჭვირვალედ, სამართლიანად და ეთიკური პრინციპების დაცვით. ეს გულისხმობს კანონებისა და რეგულაციების დაცვის გარდა ისეთი ღირებულებების ერთგულებასაც, როგორიცაა პატივისცემა, სამართლიანობა, ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა. ხოლო კომპლაიენსი, ანუ შესაბამისობის უზრუნველყოფა კანონებთან, ეთიკურ და საერთაშორისო სტანდარტებთან გადამწყვეტ როლს ასრულებს ბიზნესის მდგრადობისთვის. მწვერვალიან პერსპექტივაში კეთილსინდისიერი მიდგომა აძლიერებს კომპანიის რეპუტაციის ზრდის, ინვესტორთა დობას და ხელს უწყობს ბიზნესის სტაბილურ ზრდას. გაეროს გლობალური შეთანხმების მე-10 პრინციპის თანახმად, ბიზნესმა უნდა იმუშაოს კორუფციის ყველა ფორმის წინააღმდეგ, ფულის გამოძალვისა და მექტამეობის ჩათვლით. ჯერ კიდევ 2004 წელს მიღებულ ამ პრინციპს დღეისთვის მსოფლიო მასშტაბით ხელს აწერს გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი 25,000-ზე მეტი კომპანია, მათ შორის 140-ზე მეტი საქართველოდან. ყოველივე ზემოაღნიშნულზე სასაუბრო დღევანდელ რუბრიკაში სტუმრად მოვიწვიეთ გაეროს გლობალური შეთანხმების წევრი კომპანიების წარმომადგენლები, საქართველოს ბანკის შესაბამისობისა და სამართლებრივი რისკების მართვის სამსახურის უფროსი რუსუდან კერვალიშვილი და ასევე რუსუდანი MBCC იურიდიული დეპარტამენტის უფროსი რუსუდან მაჭარაშვილი. უნდა ჩავიფიქრო ალბათ ხო რუსუდან შორის რო ვარ. რუსუდა თქვენით დავიწყებ, ზოგადად რომ ავუხსნათ მაყურებელს, რა არის compliance-ი, რა არის შესაბამისობა, იმიტომ რომ მე პირადად წინააღმდეგი ვარ ინგლისური სიტყვების გამოყენების, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს საერთაშორისო დაპროპირებული ტერმინია. რა მექანიზმები გაქვთ, რატომ არის ეს მნიშვნელოვანი საბანკო სექტორისთვის დღეს საქართველოში და რატომ მიიჩნევთ მის აუცილებლობას საჭიროდ თქვენს კომპანიაში? მოგიხსენებათ, რომ საბანკო სექტორი არის ძალიან აქტიურად დარეგულირებული და ძალიან აქტიურ ზედამხედველობას დაქვემდებარებული მიმართულება. თავის მხრივ საბანკო სექტორის მარეგულირებელი ნორმების, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო საკანონმდებლო მოთხოვნებისა და სტანდარტების მიზანი არის საფინანსო სექტორის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და სანდოობის უზრუნველყოფა, მათ შორის მომხმარებელთა უფლებების დაცვა. გამომდინარე აქედან შესაბამისობა მნიშვნელოვანია ზუსტად იმდენად, რამდენადაც მნიშვნელოვანია საფინანსო სექტორის უსაფრთხოება, სტაბილურობა და სანდოობა. ამ მხრივ მოგეხსენებათ საქართველოს ბანკის მშობელი საწარმოს აქციები ივაჭრება განთავსებულია ლონდონის საფონდო ბირჟაზე, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ბანკზე ვრცელდება ადგილობრივ კანონმდებლობასთან ერთად დიდი ბრიტანეთის საუკეთესო პრაქტიკად აღიარებული სტანდარტები და ეთიკის ნორმები. აქედან გამომდინარე, როდესაც ვსაუბრობ შესაბამისობაზე, ვსაუბრობ სწორედ ამ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაზე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი რუბრიკის თემა უმეტესწილად ეხება ეთიკასთან შესაბამისობას, სწორედ ამ მიმართულებით არსებულ პროგრამებს გაგიზიარებთ, რაც არსებობს საქართველოს ბანკში და ალბათ არ გაგვირდება თუ ჩამოთვალას დავიწყებ ცნობადობის ამაღლების პროგრამით, რომელიც საქართველოს ბანკში შედგება როგორც ძალიან დეტალიზებული, კაფეოდ და ცხადად ჩამოყალიბებული პოლიტიკებით, პროცედურების, სტანდარტების, გაიდლაინებისა და ინსტრუქციებით, ასევე აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე შექმნილი ტრენინგებისა და სასწავლო კურსებისგან. მიზანი შესაბამისობა ვთვლით, რომ იწყება ცნობიერების ამაღლებით აღნიშნულ საკითხებზე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თითოეული თანამშრომლისთვის ეს ინფორმაცია და ცოდნა იყოს ხელმისაწვდომი და შესაბამისად ეს არის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი ჩვენი შესაბამისობის პროგრამის. ასევე გამოვყოფდი საქართველოს ბანკში არსებულ ადამიანის უფლებათა და ეთიკის კომიტეტს, რომლის მთავარი ფუნქცია საქართველოს ბანკის მასშტაბით უზრუნველყოს ეთიკური გარემო, ხელი შეუწყოს კონტროლის მექანიზმების არსებობას და გაუმჯობესებას, რაც მიზნად ისახავს, რომ ბანკის თითოეულმა თანამშრომელმა თავის ყოველდღიური საქმიანობა წარმართოს ეთიკის პრინციპების და ღირებულებების შესაბამისად. ეს არის საერთაშორისოთან განცდა აქვთ ალბათ თანამშრომლებს, რომ არის საერთაშორისო სტანდარტების ნაწილი და არიან რაღაც
უფრო დიდი რეგულაციის ქვეშ და არა ადგილობრივად მხოლოდ რაღაც. კი ბატონო, ესეც არის ზუსტად ცნობადობის ამაღლების პროგრამის მიზანი, რომ ეს განცდა არსებობდეს და თითოეული თანამშრომელი საუბრობდეს ერთ ენაზე ღირებულებების და პრინციპების თვალსაზრისით და ნამდვილად გქონდეთ ეს შეგრძნება, რომ მათი ყოველდღიურობა უნდა იყოს უმაღლეს სტანდარტებთან შესაბამისი. თქვენთან გადმოვალთ, თქვენთან რა ამ მიმართულებით რა მექანიზმებია MBC-ში დანერგილი და რას ახორციელებთ, რა სტანდარტებს იყენებთ, რა არის ზოგადად თქვენი თანამშრომლების და MBC-ისთვის compliance და შესაბამისობა. კი ბატონო, მივესალმები პირველ რიგში მაყურებელს. MBC-მ როგორც იცით, ცოტა ხნის წინ, რამდენიმე თვის წინ მიიღო მიკრობანკის ლიცენზია. ამ მიმართულებით ჩვენთან როგორც რუსუდანმა ისაუბრა, ძალიან კომპლექსურ მიდგომას გულისხმობს ზოგადად შესაბამისობა და ეს არ ნიშნავს მხოლოდ რეგულაციებთან შესაბამისობას. ეს ერთიანობაში არის უფრო ეთიკური ქცევის პრინციპებზე დამყარებული სამუშაო პროცესი. ჩვენს კომპანიაში განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება მათ შორის, იქნება ეს მომხმარებელთა უფლებები, ინფორმაციული უსაფრთხოება, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების კვეთის ხელშეწყობის მიმართულება და ასე შემდეგ. აი ამ და სხვადასხვა მიმართულებებით ჩვენთან დანერგილია, მათ შორის ISO სტანდარტების შესაბამისად პოლიტიკა, პროცედურები. ერთ-ერთ გამოწვევას მათ შორის წარმოადგენს ასევე პერსონალურ მონაცემთა დაცვა და ჩვენ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთან ძალიან ისეთი აქტიური თანამშრომლობით მუდმივად ვცდილობთ, რომ როგორც ეროვნულ კანონმდებლობასთან, ისე GDPR-ის მოთხოვნებთან ვიყოთ მუდმივად შესაბამისობაში. აქედან გამომდინარე, ზოგადად აი ამ შესაბამისობის პროგრამებში არსებული ნებისმიერი სისუსტე ორგანიზაციებს საკმაოდ ძვირად უჯდებათ ხოლმე და აქ საუბარი არ არის მხოლოდ რაღაც ფულად სანქციებზე, ეს ეხება ყველაზე ძვირფასს, რაც არის კომპანიისთვის, ეს არის მომხმარებლის ნდობა და რეპუტაცია. აქედან გამომდინარე, ჩვენ მუდმივად ვცდილობთ, რომ ვიყოთ როგორც არსებულ ჩვენს ქართულ კანონმდებლობასთან, ისე საერთაშორისო სტანდარტებთან მუდმივად შესაბამისობაში. იგივე ტენდენციებით, იგივე სტანდარტებით, რაც კი ბატონო, ეს ეხება პირველ რიგში პოლიტიკა პროცედურების დანერგვას და მე ამის მიხედვით უკვე თანამშრომელთა გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. ისევ თქვენ დაგიბრუნდებით, აი რა გამოწვევებს აწყდებით აი ამ ყველაფრის განხორციელებაში, იქნება ეს კადრები, ტექნოლოგიური საშუალებები და ასე შემდეგ. აი რა შეგიძლია დაასახელოთ ყველაზე იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან დიდ ორგანიზაციას წარმოადგენთ. ჩვენ ვისაუბრეთ და ორივე პრინციპში ხაზი გავუსვით ძალიან მაღალი ცნობადობის მნიშვნელოვნებასა და როლს შესაბამისობის რისკის მართვასა და შესაბამისობის უზრუნველყოფაში. გამომდინარე აქედან ალბათ სწორედ ამ მიმართულებას დავასახელებდი მუდმივ ამოცანად, რომლისკენაც უნდა ისწრაფოდეს ნებისმიერი ორგანიზაცია და რაც უფრო დიდია ორგანიზაცია, მით უფრო დიდი ძალისხმევაა საჭირო ამ ბიზნეს მისაღწევად. ეს არის რაღაცა განგრძობადი მიზანი, რომელიც ფაქტობრივად შესრულებულად ალბათ არასდროს არ უნდა ჩაითვალოს და მუდმივად უნდა ვეცადოთ, რომ ძალიან მაღალი იყოს ყოველთვის ცნობადობა თანამშრომლებში შესაბამისობის, კანონმდებლობის, ეთიკის პრინციპებისა და სტანდარტების შესახებ. ეს არის ყველაფრის საფუძველი შეიძლება ითქვას და სხვა ყველა დანარჩენი კონტროლის მექანიზმის ეფექტურად ფუნქციონირება დიდწილად არის დამოკიდებული მაღალ ცნობადობაზე. ამიტომ ეს არის ერთის მხრივ გამოწვევა, ცხადია დაძლევადი, თუმცა ამას ძალიან დიდი მუშაობა. მუდმივი პროცესია და ვინაიდან თანამშრომლები ციცულებიან, ახლებით მოდიან და უნდა გადამზადდეს. მათ შორის მაღალი ცნობადობის მიზანია ცვლილებებთან ძალიან დროული და ეფექტური ადაპტაცია, მიუხედავად იმისა, რა შეიძლება იყოს ამ ცვლილების გამოწვევის საკანონმდებლო მოთხოვნა თუ სხვა რამე გარემოება. MBC-ში რა მდგომარეობა აი რა გამოწვევებს საწყდებით, თქვენ აღნიშნეთ, რომ ბანკის სტატუსი ახალხან მოგენიჭათ. კი ბატონო. რამის ცვლის თუ არა ეს უკეთესია თქვა თუ არა მიმართულებით და რა გამოწვევები შეიძლება იყოს განხორციელების და კომპლაენსის მიმართულებით. ჩვენთან გამოწვევები ისევ და ისევ იქიდან გამომდინარე, რომ ლიცენზია რამდენიმე თვის აღებული გვაქვს. პირველ რიგში არის ის საკმაოდ მკაცრი და დინამიური რეგულაციები, რაც დღესდღეობით არსებობს. ჯერჯერობით ისევ ვართ იმ ეტაპზე, როდესაც ხდება კომპანიის სრულად შესაბამისობაში მოყვანა მიკრობანკის მარეგულირებელი ჩარჩოს მიხედვით.
აქედან გამომდინარე საკმაოდ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს ჩვენთვის ის რეგულაციები, რომლებიც ხშირად იცვლება, იმიტომ რომ აქედან გამომდინარე მე ჩვენც ძალიან ბევრი რესურსი გვეხარჯება, იქნება ეს პოლიტიკა პროცედურებში ცვლილების შეტანა, პროცესების შეცვლა და შემდგომ უკვე თანამშრომლების ამ პროცესებთან ადაპტაცია. ძალიან მნიშვნელოვანი გამოწვევა ერთ-ერთი მათ შორის ტექნოლოგიური გამოწვევებიც. გარდა სხვა მიმართულებით არსებული ესეთი მრავალმხრივი რეგულაციებისა და მოთხოვნებისა ლიცენზირებულ მიკრობანკებსა და ბანკებს გულისხმობ. აი ამ ტექნოლოგიური მიმართულებითაც მათთვის არსებობს სპეციალური მოთხოვნები, რომლებსაც ისინი უნდა აკმაყოფილებდნენ IT სისტემებისა და ინფორმაციული უსაფრთხოების კუთხით. ამ კუთხითაც დიდ გამოწვევას წარმოადგენს ისევ და ისევ GDPR-ის მოთხოვნების დაკმაყოფილება და ყველაზე მნიშვნელოვანი, რაზეც რუსტანმა ასევე ისაუბრა, არის თანამშრომლებთა გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება და აი ეს პირდაპირ არის მიბმული რეგულაციების ცვლილების სიხშირესთან, რადგან ვალდებულები ვართ ჩვენ, რომ ფაქტობრივად პარალელურ რეჟიმში მოვახდინოთ ადაპტაცია და რა თქმა უნდა ეს სწრაფი ადაპტაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უნარია კომპანიის, რომ შეინარჩუნოს მომსახურების ის დონე, რაც არის მომხმარებლისთვის მისაღები. გარკვეულწილად არ აქვს მნიშვნელობა რა ხელა ორგანიზაცია, უბრალოდ სფეროც მსგავსია და ვაწყდებით ერთი და იგივე სახის პრობლემებს. თქვენი აზრით რა არის ჩვენი გაეროს გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელის როლი ამაში? თქვენი ორგანიზაციები ორივე ხართ წევრები ჩვენი, რა შეიძლება იყოს ამ მიმართულებით ჩვენი როლი, როგორ შეიძლება რომ გამოიყენოთ ის შესაძლებლობები, რასაც ჩვენ გთავაზობთ? ჩემი აზრით თქვენი როლი არის ძალიან მნიშვნელოვანი. რამდენადაც მიზნად ისახავს სწორედ ცნობადობის ამაღლების კუთხით ძალიან საინტერესო პროგრამების განხორციელებას და ამ მიმართულებით ცნობადობის გაზრდას. რაზეც პრინციპში ვისაუბრეთ კიდეც რომ ძალიან მნიშვნელოვანია. ახლახანს ჩატარდა ბიზნესის კეთილსინდისრების და შესაბამისობის მიმართულებით თქვენ მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომელსაც დაესწრო მათ შორის ჩვენი მიმართულების წარმომადგენელი, ყოველთვის ვიღებთ მონაწილეობას მსგავსი ტიპის შეხვედრებში და ეს ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მოწვეული ძალიან საინტერესო სპიკერებისგან ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით, არამედ წარმოადგენს ძალიან კარგ პლატფორმას იმისთვის, რომ კერძო სექტორის წარმომადგენლებმა და ამ სფეროს წარმომადგენლებმა ერთმანეთში გაცვალონ საკუთარი გამოცდილება და ერთმანეთს გაუზიარონ არსებული გამოწვევების ეფექტურად დაძლევის საშუალებები. ჩვენ ყოველთვის გამოვხატავთ იმის მზაობას, რომ ჩვენ გავაზიაროთ ჩვენი გამოცდილება და თავის მხრივ მზად ვართ, რომ დიდი სიამოვნებით მივიღოთ ჩვენი კოლეგებისგან იგივეს და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის ორგანიზაციას ამ ყოველთვის ხელშეწყობისთვის. თქვენ შემთხვევაშიც როგორ ამბიციის აქტიურად არის ჩართული არა მარტო ამ მიმართულებით, სხვა მიმართულებებითაც, ისე როგორც საქართველოს ბანკი. ზოგადად გაეროს გლობალური შეთანხმება კორპორაციული მდგრადობის ყველაზე ესეთ მსხვილი ინიციატივად არის მიჩნეული. შესაბამისად ეს 10 პრინციპი, რომლებიც ამ შეთანხმების 10 პრინციპი, რაღაც თემატურად არის დაყოფილი ადამიანის უფლებები, შრომითი უფლებები, გარემოს დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა. თითოეულ მათგანს აქვს ძალიან ესეთი რადიკალური მნიშვნელოვანი როლი აქვს პასუხისმგებლიანი ბიზნესის განვითარების პროცესში და კორუფციასთან ბრძოლასთან. სწორედ აი ამ მიზნებს ემსახურება საქართველოს ქსელიც, გლობალური შეთანხმების საქართველოს ქსელიც და ფაქტობრივად ხელს უწყობს ბიზნესს, რომ განავითაროს და თავისი წვლილი შეიტანოს იმ კონკრეტული გარემოს განვითარებაში, სადაც ის ოპერირებს. ასევე მათი საშუალებით ბიზნესს აქვს საშუალება, რომ ერთი მხრივ დაგეგმოს საკუთარი მიზნები კონკრეტული შედეგის მისაღწევად საერთაშორისო აღიარებული სტანდარტების შესაბამისად, მეორე მხრივ დაამყარონ ერთმანეთთან სხვადასხვა სექტორთან კომუნიკაცია და ურთიერთობა და მესამე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ასევე საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით უზრუნველყო ანგარიშგება, რომელიც პასუხისმგებლიანი ეკონომიკური განვითარების პროცესში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია. და პულსზე გვიჭირავს ხელი საერთაშორისო სტანდარტების მიმართულებით და იმ თანამედროვე ტრენდების მიმართულებით, რაც არის არსებული. ამ თემაზე შეიძლება ძალიან ბევრი ვისაუბროთ კიდევ და იმედი მაქვს, რომ კიდევ ბევრს ვისაუბრებთ, იმიტომ რომ მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის, ზოგადად ქვეყნისთვის, ქვეყნის რეპუტაციისთვის. მე მინდა ორი სიტყვით გითხრათ
სტრატეგიულად როგორ ხედავთ კომპლაიენსის როლს, თქვენი ვისაუბრეთ გარკვეულწილად, მაგრამ აი მოკლედ რო შეაჯამოთ, როგორ ხედავთ კომპანიის სტრატეგიულ განვითარებაში კომპლაიენსის როლს და იგივე ზოგადად ევროკავშირთან ინტეგრაციის ჭრილში, სტანდარტებთან დაახლოების ჭრილში. მეორე კითხვიდან დავიწყებ თუ შეიძლება. ზოგადად ევროკავშირთან დაახლოვება არ ნიშნავს მხოლოდ სამართლებრივ ჰარმონიზაციას. ეს ნიშნავს პირველ რიგში ევროპული ღირებულებებსა და სტანდარტებზე მორგებას. შესაბამისად, აი ამ კუთხით უკვე შესაბამისობა იგივე compliance-ი იძენს განსაკუთრებულ როლს. ეს არ ხდება მხოლოდ ერთი კონკრეტული კომპანიის, ასე ვთქვათ, რისკების მართვის მექანიზმი, არამედ ეს უკვე ხდება რაღაც უფრო სტრატეგიული ფუნქციად იქცევა ხოლმე შესაბამისობა. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე, საქართველოს რადგან სწორედ ევროკავშირთან დაახლოების ეტაპზეა, ძალიან მნიშვნელოვან როლს იძენს. და ეს ერთის მხრივ ძალიან მიმზიდველია შესაბამისობა შემდგომ უკვე ინვესტორებისთვისაც, რადგან ასე ვთქვათ, სრული შესაბამისობა ინვესტორს აძლევს იმის გარანტიას, რომ კომპანია არის სანდო და მისი ქცევები დაფუძნებულია კეთილსინდისიერების პრინციპზე. შესაბამისად, ეს უკვე სამომავლოდ ზრდის ასევე პარტნიორობის შანსებსაც. კი ბატონო. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავჩერდებით უბრალოდ უფლებაც აქვს რომ გავჩერდეთ, კი ბატონო. და ვცდილობთ რომ მაქსიმალურად სწრაფად და ოპერატიულად უზრუნველყოთ აი სრული შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. ეს იქნება თანამშრომლობის გადამზადება, ეს იქნება სრული რეგულაციების დეტალურად გაცნობა, რადგან დეტალურად გვესმოდეს რა არის ჩვენი როლი და შემდგომ უკვე როგორც პირველი მიკრობანკის სტატუსის მქონე ორგანიზაციამ მომხმარებლებისაგან მოვიპოვოთ ნდობა და შევთავაზოთ მომსახურების ის ხარისხი, რასაც ჩვენგან ელიან. ასე გებია, თქვენც იგივე თუ შეიძლება მოკლედ რო გითხრათ, შევაჯამოთ სტრატეგიულ ხედვა ორი სიტყვით. ბიზნესის წარმატება, ეს რა თქმა უნდა სხვა ფაქტორებთან ერთად განაპირობებს მომხმარებლების ნდობა და მათ შორის ინვესტორების ნდობა. თავის მხრივ მომხმარებლების ნდობის მოპოვება შესაძლებელია მხოლოდ ბიზნესის უსაფრთხოების, სტაბილურობის და სანდოობის უზრუნველყოფით, რაც მიიღწევა შესაბამისობის გზით. სამწეთ ეს არის შესაბამისობის მიზანიც და მოგვეხსენება რომ ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ძალიან მაღალი სტანდარტებია ამ მიმართულებით და დასავლური ფონდები ძალიან დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მათ შორის და ორგანიზაციასთან საქმიანი ურთიერთობის დამყარებამდე შესაბამისობის უზრუნველყოფას და იმას რომ ორგანიზაციას შეეძლოს დემონსტრირება ეთიკის პრინციპებთან მისი შესაბამისობის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ბიზნესის განვითარებისთვის შესაბამისობა და მისი დემონსტრირება. ძალიან დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის. მადლობა თქვენ.